2012 წლიდან 1 ოქტომბრიდან მეთქი ასე ვიტყვი, ბიზინა ივანიშვილმა ამ ქვეყანას ავნო იმდენი, რამდენიც წარმოდგენაც უბრალოდ შეუძლებელი იყო. ვინმე იტყვის, რომ 2012 წლიდან 16 წლამდე რა დააშავა ბიზინა ივანიშვილმა ამისთანაო და ეს ვინმე ბჭყალებში თუ ბჭყალებოდ შესაძლოა მართალიც იყოს. მართლაც 2014-15-16 წლამდე ბიზინა ივანიშვილმა თავი წარმოაჩინა, თითქოს იყო დემოკრატი, პროდასავლელი. არა, თავისი გაჭედვები მაშინაც ჰქონდა, განა არა, მაგრამ კოალიციის პირობებში ბიზინა ივანიშვილი მაინც გვაჩვენებდა თავს ისეთად, როგორც არ იყო. ანუ რეფორმატორად, საქართველოს დასავლეთში ინტეგრაციის მსურველად. ეს რეალურად იყო დამსახურება იმ გუნდებისა, იმ ჯგუფებისა, იმ პარტიებისა, რომლებიც იმ კოალიციაში იყვნენ. განა არ იყვნენ. მაგრამ 15-16 წლებიდან კაბელების საქმე და არა მხოლოდ კაბელების საქმე. და სხვა ამბები და დანაშაულებები ცალკეული თანამდებობის პირებისა, მათ პირად ცხოვრებაში ქექვები, რაღაც ჭორმართალზე აგებული თეორიები და ასე შემდეგ. ხო, ბიზინა ივანიშვილმა ამ სტრატეგიით ისინი მოიცილა, თავისუფალმა დემოკრატებმა თავად დატოვეს, ხოლო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტია უკვე აღარც იყო კოალიციის წევრი და მთლიანად გადააბარა ძალაუფლება კობახიძეს, რომელიც აგე 25 წელია, 2025 წელია და 9 კობახიძის 9 წელიწადია მართავს ამ ქვეყანას სხვადასხვა თანამდებობებიდან. ან ხანდახან თანამდებობებზე არც ყოფილა, უბრალოდ დეპუტატი იყო და წარმართავს პროცესებს. 16, 17, 18 წლები ძალიან მძიმე იყო ჩვენთვის, რასაკვირველია, მაგრამ აი რაღაცა იმედი გქონდა. იქ იყვნენ დეპუტატები, კარგი დეპუტატები მეთქი ასე ვიტყვი. 16-დან 20 წლის პარლამენტში. აი მაგალითად თამარ ჩუბოშვილი, მაგალითად. სხვები ხულორდავა, ვინ გავიხსენოთ კიდე ლევან კობერიძე. სხვები, რომელთა რეპუტაციასა და რომელთა ღირებულებებში ეჭვი არ შეგეპარება არასოდეს. შეიძლება იკამათო ზოგიერთ მათგანთან, შეიძლება იჩხუბო კიდეც, მაგრამ არც ერთ მათ და კიდე სხვებიც ალბათ, ხო? გედევან ფოფხაძე. ხო, გედისაც შეიძლება ბევრ რამე შეედავა, მათ შორის იმაში, რომ ქოცზე მეტი ქოცი იყო ხანდახან, მოგეჩვენებოდა კაც, მაგრამ ღირებულებებში გედისა საბოლოო ჯამში არ შეგეპარება ეჭვი. უკვე 20 წლიდან ეს ბანდა მთლიანად მოიგდო ხელში და სათავეში ჩაუდგა ირაკლი კობახიძე. ეს ის პერიოდი, როცა აღარც გახარია სხვა არ მივტირით, მაგრამ აღარც გახარია პრემიერ-მინისტრი პლუს-მინუს 1 წელიწადი, აღარ ლაპარაკობ ბახტაძეზე, აღარ ლაპარაკობ კვირიკაშვილზე. კობახიძე ღარიბაშვილი მოაჯდა ამ ქვეყანას. და საკვირველია ბიზინა ივანიშვილის აჩრდილი დადიოდა როგორც ქართული ოცნების ბნელ ან ნათელ დერეფნებში, ისე პარლამენტის ბნელ ან ნათელ დერეფნებში, მთავრობის ადმინისტრაციის ბნელ ან ნათელ დერეფნებში ბიზინა განკარგავდა ყველაფერს. 2020 წელზე რაღა ვთქვა მეტი, მაგრამ აი 1 წლით ადრე კი ჩამოვინაცვლებ და ვიტყვი, გავიხსენებ ორ ამბავს. ცხადია, პირველი გასახსენებელია გავრილოვის ღამე, რომელთან რასთან დაკავშირებითაც მკაცრად და მკვეთრად უნდა ვთქვათ, დიახ, მე მიმაჩნია დღემდე, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა. თუ გახარია სურს პასუხისმგებლობა აიცილოს, მან უფრო ნათლად უნდა ილაპარაკოს ბიზინა ივანიშვილზე, რომელსაც შესაძლოა მართლაც არ აუღია ტელეფონი და არ დაურეკავს მისთვის და არ უთქვამს დაარბიე სასტიკადო, მაგრამ უფრო ნათელი ანტიბიზინა გზავნილები გახარიასგან კი სასურველი იყო რომ მოგვესმინა. იქ ტყვიები რაღაცებზე პირი ბრძანება იყო, ტყვიებთან დაკავშირებით რაღაცებს რო ლაპარაკობს გახარია და ასე შემდეგ. შინაგან საქმეთა მინისტრი იყავი და ბრძანებაში თუ სხვა რამე ეწერა და სხვა რამე მოხდა, ხო? მათ შორის მოხდა მაშინაც, როდესაც პოლიციელებზე უკვე არ ძალადობდნენ, თუ მაინც და მაინც ძალადობდნენ, ხო? უნდა კარგად აგვიხსნა, ჩემი აზრით, რა მექანიზმი ჩაირთო ისეთი, რომლის შედეგადაც ეს ტყვიები პრაქტიკულად 3 მეტრში მყოფ
მოქალაქეებს 2 მეტრში მყოფ მოქალაქეებს, მათ შორის ჩემს კოლეგებს და არაფერ შუაში არ არის, ხა კოლეგებზე ყურადღების გამახვილება არ ღირს, ხო? ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეებს ესროლეს. შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობა დიდია თუ მან იცოდა რომ ეს ტყვიები ეკნებოდათ პოლიციელებს. ხო, დიდია თუ არ იცოდა, მაშინ როგორ აღმოჩნდა ეს ტყვიები პოლიციელების ხელში, ეს იარაღი პოლიციელების ხელში. მეორე ამბავია ის, რასაც ქართულ მედიაში ნაკლებ ყურადღებას აქცევენ და ჩემი მოსაზრებით საქართველოს ანტიდასავლურობის ერთ-ერთი თვალსაჩინო დადასტურება. ეს არის 2018-2019 წლებში ჩავარდნილი, ჩაგდებული 19-ში უფრო ჩაგდებული ანაკლიის ღვაწლოვანი პროექტი. მე კითხვები მაქვს მამუკა ხაზარაძესთან ამასთან დაკავშირებით და დღეს ამ კითხვების დასმის დრო არ არის. ოღონდ კითხვები მაქვს მეთქი როცა ვამბობ, არავინ არ უნდა ჩათვალოს რომ მამუკა ხაზარაძისთვის ჩამჭრელი კითხვები მაქვს. არა, მამუკა და ბადრი ისე როგორც მთელი კონსორციუმი უბრალონი არიან ამ საკითხში. ბიზინა ივანიშვილმა ჩააგდო რუსეთის მოთხოვნით ანაკლიის ღვაწლოვანი პორტის პროექტი. რუსეთს არ უნდოდა დასავლური ინვესტიციებით აშენებული პროექტი, კი არა პორტი, ეს ფაქტია. კითხვები რა შინაარსის არის, რომლებსაც დავუსვა მოდეს მე მამუკა ხაზარაძეს საუბარში, ან ვიდეობლოგი მექნება 2 წელიწადში, 1 წელიწადში, 3 თვეში, 8 თვეში თუ 3 წელიწადში, ამას ახლა ვერ გაგიმხელთ, არ არის მაინც და მაინც კრიტიკული კითხვები, კრიტიკული უფრო ჩამჭრელი კითხვები არ არის. მე მაგალითად რაღაცა ვეთყვი იმ მოსაზრებას, როგორი სტრატეგიით უნდა ეარა მას ერთ კონკრეტულ შემთხვევაში ან 2 კონკრეტულ შემთხვევაში და ასე შემდეგ. ეს არ არის ჩარჩენიშნებია, მინდა მარტებულად ვიყო გაგებული. თუმცა სტრატეგია რომელიც აირჩია მამუკა ხაზარაძემ, ხო, თავითვე ალბათ სწორი იყო. ეს არის, უნდა გავიხსენოთ, პორტის პროექტი მოიგო 2 კომპანიამ, TBC ჯგუფმა და კონტი ჯგუფმა. მერე უკვე ამათმა დაიწყეს, ამ 2 ჯგუფმა დაიწყეს აქციების აქციებს დავარქვათ ერთს გაყიდვა და ინვესტორების მოზიდვა. ამგვარი ინვესტორი შემოვიდა 5-6, მათ შორის ამერიკელები, სხვა ამერიკელები. ეს არის SSA Marine. ეს არის ქართულ-ბულგარული კომპანია ჯისტარი, ეს არის ბრიტანულ-უზბეკურ ქართული კომპანია Vandernet Express-ი, ეს არის Vanordi ჰოლანდიური კომპანია და სხვები და თურქებიც იყვნენ იქ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ინვესტიციების მოზიდვა ჭირდა მე მესმის და არ ვკამათობ ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ საინვესტიციო გარემო სწორედ ბიზინა ივანიშვილი არ ქმნიდა ისეც, რომ ესეც მნიშვნელოვან პროექტშიც კი გულუხვი ყოფილიყვნენ განსაკუთრებით ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ხო? მამუკასთან ეს კითხვაც მაქვს, მას რამდენიმე ხნის წინ ნათქვამი აქვს, რომ მეო პრინციპში ჩინელების და რუსების მონაწილეობაზე მცირე პროცენტითო არა ვარ წინააღმდეგიო, მე პერსონალურად წინააღმდეგი ვარ, მე პირი რომელმაც კარგად ვიცი ანაკლიის პროექტი, ცხადია მამუკაზე უკეთ არ ვიცი, მაგრამ ვიცი, ხაზარაძეზე უკეთ არ ვიცი, მაგრამ მე თუნდაც 1%-იც კი არ მემეტება როგორც ჩინელებისთვის, ისე რუსებისთვის და ისევე ჩინელებისთვის, რომლებთანაც რუსები დაალაგებენ. და მეცაც გეტყვით, არც ეგრეთ წოდებული ქართული სახელმწიფოსთვის მემეტება მართლობრივად ვიქნები გაგებული იმ ხელისუფლების პირობებში, რა ხელისუფლებას ახლა გვყავს. ნებისმიერ წუთს 2%, ეხლა 51% აქვს თვითონ. ხო, ისიც თვითონ ამაზე აღარ ჩაავუღრმავდები, მაგრამ ნებისმიერ წუთს იმ 2%-ს გაყიდის. ამ შემთხვევაში კობახიძის, სხვა შემთხვევაში ღარიბაშვილის და რეალურად კივარიშვილის ხელისუფლება და სააქციო პაკეტს ჩაუგდებს ჩინურ კომპანიას, რომელთანაც დაალაგებულნი არ არიან, ეგრა მაგის პასუხია, მაგრამ დაალაგებულნი რომ იყვნენ და აღმოჩნდება, რომ ჩინური კომპანია, რომელიც დაალაგებულია თავის მხრივ რუსეთთან, ბრახდა ფლობს ჩვენს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ობიექტს. ამიტომ 1% დიახ, აი მართლა კინკილა პროცენტიც კი ეს კითხვაც მექნებოდა მამუკასთან. ან მექნება, როცა ჩავწერ ვიდეო ბლოგს, ან მექნება მასთან ინტერვიუ. ამაზეც კი კრიტიკული თუ გნებავთ დავარქვათ ასე კითხვით, მივმართავ მას, რატომ თუნდაც 1% ბატონო ხაზარაძე ასე ვეთყვი. როცა მე ვლაპარაკობ ანაკლიაზე და ანაკლიასთან დაკავშირებით მამუკას მოსაზრებების კრიტიკაზე, ამგვარი კითხვები მექნება. წარსულთან დაკავშირებითაც სხვათა შორის, მაგრამ კვლავ ვიმეორებ წარსულიც არა ჩამჭრელი თვალსაზრისით, არამედ მაგალითად სად არის ლევან ახვლედიანი. ამ კითხვას დავუსვამ. მამუკასთან იყო ეს კონსორციუმის ხელმძღვანელი იყო მამუკასთან ლევან ახვლედიანი და სად არის?
რატომ არ რეაქტიურა ახალგაზრდა კაცმა ანაკლიასთან იმართებაში სათანადოდ ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში. მაგრამ კვლავ იმეორებ, ეს გადავდოთ 3, 5, 8 თვის შემდეგ ბიზნესს რო დავამთავრებთ, მაშინ დავსვათ ეს კითხვები. ხო და რას ვამბობდი, გახარია არის პასუხისმგებელი ანაკლიის სპორტის პროექტის ჩაგდებაშიც მეთქი, ამას ვამბობდი. იმიტომ რომ ის ფორმალისტური თვალსაზრისით პრემიერ-მინისტრი იყო უკვე იმხანა და არ უნდოდა სხვათა შორის ძალიან არ უნდოდა უკიდურესად არ უნდოდა ანაკლიის სპორტის აშენება ისევე როგორც ეკონომიკის მინისტრი იყო რაგვარი აღარ მახსოვს მაღალი კაცი რო იყო ბამუკაზე მაღალის მე მგონი პატრიზე მაღალიც კობალავა მეშლება და კიდევ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი როა ახლა ისა თურნავა ლობისტები იყვნენ ისინი ფოთისა ეს ხომ ვიცით ყველა ეს უკვე მამუკას არ ეხება ეს საკითხი მაგრამ ეს დეტალი მაგრამ მაინც ბიზინა ივანიშვილს არ უნდოდა რუსული და რუსეთს არ უნდოდა ბიზინა ივანიშვილს არ უნდოდა დასავლური და ბიზინა ივანიშვილს არ უნდოდა დასავლური და რუსეთს არ უნდოდა დასავლური ინვესტიციებით პორტის აშენება ეს ფაქტია ახლა რაც შეეხება ერთი საინტერესო დეტალი რაღაცა მამუკა ვახსენე ხაზარაძე ერთი საინტერესო დეტალი არსებობს ორი გზა არა ამ გზა ირაკლი ოქრუაშვილს თავის გზა არა აქვს ხა ირაკლი ოქრუაშვილს ნუ გავაფეთიშებთ მაინც და ნუ ვიტყვით რომ ის რაღაცა გმირია ხო არ არის ასაკურველია გმირი მაგრამ ერთ წამს ესე ვთქვათ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ არჩეული ტაქტიკა და მამუკა ბიზნეს არჩეული ტაქტიკა სტრატეგია საქართველოს მოხჭობისა და მამუკას არჩეული ტაქტიკა ერთ საკითხთან დაკავშირებით გულახდილად ვიტყვი რომ მე მართლა მგონია რომ თუ გირაოს არ ვიხდით არავინ საერთოდ აი ჩემი კრიტიკას გუშინ იყო თუ გუშინ მამუკა ხაზრაძის მიმართ კრიტიკას არა შენიშნა ეხებოდა სწორედ ამას რომ არ ვიხდით არავინ მაგრამ აქვე საკუთარი თავის უნდა გავაკრიტიკო ახლა ხო თვით კრიტიკითაც უნდა დავკავდე რომ ვიცოდეთ და მე ვიცოდე და მე ვიტყვი ამას ხმამახლა გირაო არ ანთავისუფლებს ამა თუ იმ პირს პასუხისმგებლობისაგან მაგალითად აი ეს ახალგაზრდები რო არიან დაჭერილნი ჩვენ ვითხოვდით მათთვის გირაოს შეფარდებას უბრალოდ ამ ბანდა ხელისუფლებამ არ შეუფარდა გირაო ეს ხო ფაქტია და ეს არ იქნებოდა ცუდი ამბავი მამუკასთან იმართებაში ეს ცუდი ამბავი არ არის უბრალოდ მე ვამბობ რომ ოქრუაშვილის გზა და ხაზარაძის გზა ერთმანეთისაგან განსხვავებულია და ხაზარაძე პოლიტიკურ პროცესშია სხვა შორის ამ დღეებში მას და ოქრუაშვილისაგან განსხვავებით პოლიტიკურ პროცესშია სხვა შორის ამ დღეებში მას ელის სასამართლო პროცესი და ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით სულაც არ არის გამორიცხული უფრო სწორად ქართული ოცნება განიხილავს რომ გირაოს გადახდის მიუხედავად მას შეუფარდოს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა დიახ ანუ გადაიხადა თუ არ ვცდები 50000 მანაც და ბადრიმას თარგამაძე გივი რამდენი გადაიხადა არ ვიცი მაგრამ მიუხედავად იმისა რომ გადაიხადა ბანდა ხელისუფლებამ მას შეიძლება შეუფარდოს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა აქედან გამომდინარე მე როცა კორექტირებას ვაკეთებ ჩემი გზავნილისა ხიად ვამბობ ამას ვამბობ რომ მამუკას გზა გირაოს გადახდის თაობაზე ცუდი სულაც არ არის ოქრუაშვილის გზა როგორც აი გულანთებ ესე ჩანს უბრალოდ რომ აი წავიდა წინააღმდეგ და ნუ კარგი თქვა ქნამეთქი ეხლაც ვიტყვით უგნებავთ პრობლემა არ არის თუმცა ოქრუაშვილის წარსული უმრავლეს შემთხვევაში იმდენ კითხვას იძლევათ კი არა იმდენ კითხვის დასმის შესაძლებლობას და უფლებას გვაძლევს რომ ოქრუაშვილის ერთი ან სამი კარგი ქმედება არ არის ყურადღება მისაქცე ან ნაკლებ ყურადღება მისაქცე ხაზარაძის გზა რომელსაც ვიწუნებდი მოდით უგნებავთ ასე ვიტყვი ხო საინტერესოა მაგრამ და იმ საინტერესოა მათ შორის იმიტომაც რომ ჩემთვის ახლა არც უდედი ხნის წინ გახდა ეცნობილი ეს გირაო მას არც ან თავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან ეხლა მე მოუტრიალდები მამუკას დავკითხავ მაშინ მიჩუმეს რატო გადაიხადებთ კი მაგრამ მე მესმის რატომაც გადაიხადა რომ იმ რამდენიმე ხანში მაინც მირე იქნება გარეთ თუ მას იჭერენ მაინც და მაინც ხო მან გააკეთოს ის საქმეები რომლებიც აკეთებს თუ პარტიაში და თუ რა ვიცი საერთო ოპოზიციურ სველში და თუ პოლიტიკურ პროცესში საერთოდ ხაზარაძეზე არ მინდა ახლა ბევრი ლაპარაკი ყველას თავისი გზა აქვს ასე ვიტყვი ყველას თავისი გზა აქვს ძლიერი საქართველო ამ თვალსაზრისით გამოიყურება საკმაოდ კარგად მე თუ მკითხავთ მას წყობრი მესიჯები აქვს ისევე როგორც მაგალითად წყობრი მესიჯები აქვს იაგო ხვიჩიას პარტიის გარდა ამის ყველას აი გახარია რო გავაკრიტიკე მასაც კი ოღონდ
ჩემი პრინციპული თხოვნა იქნება თუ მოსაზრება იქნება რომ ამ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში არ მივიღოთ მონაწილეობა პოლიტიკოსებო. არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა. და მე როგორც ხვდები, აი კობახიძემაც გააკეთა განცხადება ამის თაობაზე, გახარიას ცალი ფეხი კი არ წასცდა. ლამის ფეხნახევარი წასცდა ადგილობრივი არჩევნებში მონაწილეობის მისაღების მიღებაში, პროცესში. ხაზარაძეს წასცდა მერქი ვერ ვიტყვი ამას. სხვებს რო არ წასცდათ, ამასაც სხვებს რო წასცდათ, ამასაც ვერ ვიტყვი. არავის არ წასცდენია. მათ შორის არც ხაზარაძეს, მაგრამ თუ ვინმეს მაინც ფიქრში აქვს, გახარიას გარდა ჩვენში დარჩეს და რატომაც არა მივიღოს მომწიფდეს ვითარება და მივიღეთ მონაწილეობას არ იქნება სწორი და ამ შემთხვევაში ჩემი კრიტიკა შეეხება უკლებრივ ყველას ხაზარაძე იქნება ეს ბოკერია ჩერგულეიშვილი იქნება ნაციონალური მოძრაობა იქნება თუ გვარამია მელია ელენე ხოშტარია ზურა ჯაფარიძის ოთხეული თუ სხვა პოლიტიკური ჯგუფები არ ვიცი აი მაგალითად ვახუშტი მენაბდეს და სხვების მემარცხენეები რო შეიქმნა თუ იქნება არ გამოვრიცხავებათ მიიღო მონაწილეობა და წარე კრიტიკა დახვდებათ ჩემგან. წარე სიტყვები. ხო, რა ვთქვათ ახლა? ესე იგი, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დამოუკიდებლად იმისა, ვინ რას აპირებს, ვინ რა გზით მიდის, დასაწუნით, მოსაწონით, არ მოსაწონით და ასე შემდეგ. და მე კვლავ ვიმეორებ, რომ არ ვიწუნებ მაინც და მაინც ხაზარაძის გზას, კიდევაც გახდის თაობაზე, არ ვიწუნებ. ბიძინა ივანიშვილი ყველას დაჭერას აპირებს თუ გადაწყვეტილება მიიღო. ვინც ხელში ყავს გაჩხერილი, ხა მე გეტყვით ხუთეულს ჩემი აზრით, ვინ გაეჭხირა მას ხელში, ჩემი აზრით. ანუ მიწყერეთ მე-6, მე-7 და მე-8, მაგრამ მაინც, ხო? ბოდიში ერთი წუთი. ძალიან მნიშვნელოვანი წერილი მომივიდა და უნდა უპასუხო. ეს არის რასაკვირველია ჩემი ხრბარწმენით ბოკერია და ფედერალისტები ეს არის ნაციონალური მოძრაობა ეს არის გვარამიას ჯგუფი ეს არის ლელოს ანუ ძლიერი საქართველოს ჯგუფი ამათ დაპატიმრებას ეც კი წავა ბიძინა ივანიშვილი თუ მოინდომა და მე მგონი ინდომებს მეთქი ამ გზას დაადგა ბიძინა ივანიშვილი ასე რომ უარესელოდეთ ვითარებას უარესად დაძაბვას ვითარებისა ჩვენს ქვეყანაში და არაფერი არ არის გამორიცხული. ნახვამდის.